ექიმის და ზოგადად სამედიცინო პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვიტყოდი, წამყვანი ქვაკუთხედია მაღალი ხარისხის ჯანდაცვისთვის. გლობალიზაციის პირობებში განათლების, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება არა მარტო ხელმისაწვდომია, არამედ აუცილებელია და ეს, რა თქმა უნდა, არ გახლავთ სათაკილო. დასავლური მედიცინის და სამედიცინო დახმარების ხარისხი უნდა აღიაროთ, რომ უმეტეს შემთხვევებში ბევრად მაღალია და ის ეფუძნება უკეთესი სამედიცინო განათლების, პოსტდიპლომური სპეციალიზაციის, უწყვეტი პროფესიული მზადების მდგრად სისტემებს, რომელთა გაზიარება, გადმოღება არ არის სათაკილო, პირიქით მისასალმებელია, რადგან სწორედ ეს სისტემები უკეთ უზრუნველყოფენ მოსახლეობის ჯანმრთელობას, მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზებითა და ხელმისაწვდომობით. ამიტომაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ინტერნაციონალიზაცია მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, რომ ისინი მეტად იყვნენ ინტეგრირებული საერთაშორისო ჯანდაცვით პროექტებში, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის განათლებისა თუ კლინიკური და ლაბორატორიული მედიცინის სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა იყოს და დარჩეს ხანგრძლივი დროის პერიოდში.